გამარჯობათ. ეს არის ვიდეო ტრეინინგი BIPAP-ის აპარატებზე და CPAP-ის ნიღბებზე. ტრეინინგი არის ონლაინ, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე. ყველა სამართლო, რომელიც მიიღებს ან COVID სასწავლო, რომელიც მიიღებს ესეთ ყუთს, ამ ყუთში იხილავთ BIPAP-ის აპარატებს, რომელსაც შეუძლია CPAP რეჟიმის მუშაობა და ასევე მათში არის CPAP-ის ნიღბებიც. აგრეთვე ბევრი სამართლობა და ბევრი COVID სასწავლო მიიღებს CPAP-ის ნიღბებსაც ცალკე, როგორც სახის, ასევე ცხვირის, ანუ ნაზალურ ნიღბებს ორ ზონაში, M და L ზონებში. აღნიშნულ ყუთში განთავსებული არის კომპანია Beyond-ის წარმოების BIPAP-ის აპარატი თავისი აქსესუარებით. ყუთის ეს არის ჩართა, რომელიც მოყვება ამ აპარატებს. აღნიშნულ ჩართას აქვს თავისი კამარით, რომლის სიგრძის რეგულირება შეგიძლია აღნიშნული მონაკვეთიდან. ჩართის გახსნის შემდეგ მასში იხილავთ შემდეგ აქსესუარებს. მომხმარებლის წიგნი, რომელიც არის ინგლისურ ენაზე, აღნიშნული წიგნი ასევე გადათარგმნილი არის ქართულ ენაზე, რომელიც მიწოდებული არის იმ საავადმყოფოების და COVID სასტუმროების მენეჯერებზე, ვინც მიიღებს BIPAP-ებს და ასევე CPAP-ის ნიღბებს. ძირითადად ალბათ ეს BIPAP-ები იქნება უფრო საავადმყოფოებისთვის, თუმცა შეიძლება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და ექიმის რეკომენდაციით დაინიშნოს ეს აპარატები COVID სასტუმროებისთვისაც, თუმცა ალბათ COVID პაციენტებზე BIPAP-ების თქმულობა უფრო რეკომენდირებული არის COVID კლინიკებში. აღნიშნული BIPAP-ის აპარატი, შემოთავაზებული BIPAP-ის აპარატი არის ორი ნაწილისგან შედგება. ნაწილი ნომერი 1 ეს არის ჰაერის დამატენიანებელი, ეგრეთ წოდებული ჰუმიდიფაიერი. მეორე აპარატი არის უშუალოდ BIPAP-ის აპარატი. ასევე ჩართაში იხილავთ პაციენტის მილს, რომელიც არის ერთჯერადი, ერთ პაციენტზე ერთი ბილი. CPAP იგივე BIPAP ნიღაბს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის M ზომის სახის ნიღაბი. ყვების ბლოკი აპარატისთვის. დამატებითი ფილტრები აპარატის, ორი ერთეული. ორი ერთეული ფილტრი. და სპეციალური ეგრეთ წოდებული T ადაპტორი, რომლის ფუნქციასაც მოგვიანებით ახსნით. ჩანთას დროებით გადავდებ გვერდზე, იმიტომ რომ აღარ ჭირდება. აღნიშნული აპარატის გაერთიანება შესაძლებელი არის. ჰუმიდიფაიერი უერთდება აპარატს საკმაოდ მარტივად. არის ესეთი შესაერთებელი. თქვენ მათ აერთებთ შემდეგნაირად. უმიზნებთ მილს შესაერთებელს. ექნება ხმა, ჩასმის და უკვე всё. აპარატი ერთი როგორც წია. თუ გვინდა მისი მოხსნა შეიძლება უკვე განთავსებული ღილაკით, უნდა დააწვეთ მას და შესაძლებელია გადაცალკეოთ ჰუმიდიფაიერი აპარატისგან. ეს დიზაინი სპეციალურად შექმნილია იმისთვის, რომ მარტივად მოხდეს ჰუმიდიფაიერის წმენა დამუშავება, ისე რომ არ დაზიანდეს აპარატი. რო გახსნათ ჰუმიდიფაიერი, ამისთვის საჭირო არის, რომ
აღნიშნული ღილაკი გამოწიოთ ხელ მარჯვნივ, რაც გახსნის humidifiers. Humidifiers შიგნით მოთავსებული არის სპეციალური ჯამი, რომელსაც ძირი აქვს მეტალის, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ აქ ეს ჯამი ხურდება აპარატში განთავსებული შიგნით humidifier-ში განთავსებული მეტალის დაფით, რომელიც ხურდება იმ პარამეტრების მიხედვით, რა პარამეტრებსაც აპარატი აწვდის humidifiers. Humidifier-ში ასევე განთავსებული არის სპეციალური მილი, რომელიც გამოდის აპარატიდან. Ამ მილზე ჯდება უშუალოდ ეს ჯამი. აქ არის რეზინის კლაპანი, რომელიც უზრუნველყოფს ამ ჯამის მჭიდრო კავშირს მილთან და ასევე არის რეზინის კლაპანი, რომელიც უზრუნველყოფს სახობის მჭიდრო კავშირს რეზერვუართან. ეს ჯამი არის მრავალჯერადი, მისი დამუშავება შესაძლებელი არის ის შეიძლება დაამუშავოთ ისე რომ არ იყოს ინფექციის წყარო. აპარატის უკან თქვენ იხილავთ სპეციალურ მოდულს, რომელიც არის ფილტრის მოდული. აქ არის სპეციალური ღილაკი, რომელსაც რო დააწვევით, შესაძლებელია მოხსნათ ეს მოდული და ამ მოდულში განთავსებული არის ზუსტად აპარატის ფილტრი. ეს ფილტრები უნდა გამოიცვალოს ასევე მისი ექსპლუატაციის გასვლის მერე, რომელიც მოცემულია აპარატის წიგნში, რომელიც როგორც გითხარით, იქნება ქართულ ენაზეც და ეს წიგნები მიწოდებული არის უკვე იმ მენეჯერებზე, რომლებმაც ჩაიბარეს ეს აპარატები როგორც COVID სასტუმროებში, ასევე COVID საავადმყოფოებში. როგორც გითხარით, აპარატს მოყვება ერთი ფილტრი, რომელიც ჩასმულია აპარატში შეგნით უშუალოდ და ორი სათადარიგო ფილტრი. ფილტრის გამოცვა ძალიან მარტივი არის, მას სვავთ ამ მოდულში და ამ მოდულს აღშეგეშალოთ მიმართულება. აქვს ესეთი ორი სპეციალური დამჭერი, ეს ორი დამჭერი უნდა იყოს ზევით ყოველთვის. ქვევითკენ არის ჩამკეტი მექანიზმი უშუალოდ. არაგვერიოს თანმიმდევრობა ყოველთვის ქვევითკენ არის ჩამკეტ გახსნილი მექანიზმი. აპარატს ასევე აქვს micro SD ჩიპი, რომელზეც მოთავსებულია სპეციალური ინფორმაცია. და ორი USB შესაერთებელი, სპეციალური ორი კომუნიკაციის შესაერთებელი უკაცრავად, რომელთაგანაც ერთ-ერთი მათგანი არის ოპციონალური SPO2 TT სენსორი შესაერთებელი. თუ ამ სენსორსაც შეერთებთ აპარატი შეძლებს რომ გამოგიტანოთ პარამეტრები პაციენტის სატურაციის და heart rate-ის. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ეს არის დამატებითი ოპცია და ეს სტანდარტულ აპარატებს არ მოყვება. თუ კლინიკას აქვს პაციენტის მონიტორი, ეს ოპცია არ დაჭირდება. თუ კლინიკა გამოიყენებს ამ აპარატებს ისეთ ოთახებში, სადაც პაციენტის მონიტორები არ ექნებათ, ან არ ექნებათ ასევე პულს ოქსიომეტრები, სამედიცინო სტანდარტის, მაშინ ეს დამატებითი ოპცია დაჭირდებათ. ეხლა მოვახდენთ შეერთებას აპარატის ქსელში. კვების კაბელი უერთდება აპარატს აქ. კვების კაბელის შეერთების შემდეგ დაინახავთ, რომ აპარატზე აიწება ეკრანი. და ასევე აპარატზე აინთება სპეციალური ფანჯარა, რომელიც განახეთ წყლის დონეს humidifier-ში. ფონის ნებართვით გახსნით პაციენტის მილებს, რომელიც ასევე არის ერთჯერადი ერთ პაციენტზე გათვლილი. თუმცა თქვენი სულისავებ შეგიძლიათ შეძლებთ მრავალჯერადი მილებიც, მაგრამ COVID პაციენტზე მაინც უფრო ჩვენ გიჭირთ ერთჯერად მილებს. სანამ მილს შეერთებთ, მანამდე გეტყვით დამატებით ინფორმაციას იმის თავაზე, რომ თუ თქვენ აპარატის გატანა გინდათ სადმე, აუცილებლად აქ არის ესეთი მინიშნებაც, სპეციალური გამაფრთხილებელი ქაღალდი, რომელიც ამბობს იმას, რომ აუცილებლად უნდა დაცალოთ humidifier-ი წყლისგან და შემდეგ მოხდეს აპარატის ტრანსპორტირება
იმიტომ რომ თუ ეს არ იქნება დაცული, ამან შეიძლება აპარატი დააზიანოს. წყალი უნდა ესხას უმიდროებში მხოლოდ მაშინ, როცა აპარატი მუშაობს და როცა აპარატი არის ერთ ადგილას. თუ მისი ტრანსპორტირება ხდება, მაშინ უნდა დაიცვალოს ჰუმიდიფაიერი. ეს არის ეგრეთ წოდებული T ადაპტერი, რომელიც გამოიგონეს და უფრო ხშირად იხმარება ხოლმე ამ COVID შემთხვევების დროს. ზოგადად BiPAP-ის და CPAP-ის აპარატები უფრო ხშირად გამოიყენება sleep apnea-ს დროს, თუმცა იქიდან გამომდინარე კორონავირუსის დროს პრობლემა იყო და არ იყო საკმარისი რაოდენობის ხელოვნური სუნთქვის აპარატები, იტალიელებმა ექიმებმა დაიწყეს CPAP-ის და BiPAP-ის ხმარება იმისთვის, რომ პაციენტებს, რომელსაც ჰქონდათ სუნთქვის პრობლემა, მოხმარებოდნენ. კოლეგები აჩვენებს, რომ საკმაოდ კარგი შედეგები აქვს CPAP-ის და BiPAP-ის ხმარებას ასეთ პაციენტებზე, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრ მათგანს შემდეგ უკვე აღარც კი დაჭირდა ინტუბირება და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაყვანა. უნდა აღინიშნოს ის, რომ განსხვავებით სტანდარტული CPAP-BiPAP თერაპიისა, COVID პაციენტებზე ხშირად საჭირო არის ხოლმე აპარატიდან გამოსული ჰაერის დამატებით გამდიდრება ჟანგბადის წყაროთი. აქედან გამომდინარე სპეციალური ადაპტერი გამოიყენება, როცა არ გვინდა ჟანგბადის გამდიდრება, მაშინ უბრალოდ პაციენტის მის პირდაპირ ვაერთებთ აღნიშნულ აპარატზე, საკმაოდ მარტივად და შემდეგ ამ მილზე ვაერთებთ CPAP ან იგივე BiPAP მასკას. UND-ს. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ მაინც BiPAP-ი და CPAP-ი იღებს ოთახის ჰაერს, ოთახში არსებულ ჰაერს და მას გაწვდით, მას აწვდის პაციენტებს, ხშირად ჟანგბადის კონცენტრაცია, რომელიც ამ ოთახის ჰაერში არის, ხანდახან არ არის საკმარისი COVID პაციენტებისთვის, რადგან მათ ფუნქციის ნაწილი განადგურებულია ხოლმე. შესაბამისად, იმის გამო, რომ ალტიო სატურაცია, მხოლოდ პოზიტიური წნევით ჰაერის მიწოდება, ოთახის ჰაერის მიწოდება არ არის საკმარისი და შესაბამისად საჭირო არის ხოლმე ამ ჰაერის გამდიდრება დამატებით ჟანგბადით. ეს შესაძლებელი არის შემდეგნაირად. ვიღებთ T ადაპტერს, რომელსაც თუ დააკვირდებით, აქვს სპეციალური დამატებითი არხი, რომელზეც შესაძლებელი არის მიერთეს ჟანგბადის მილი და რომელსაც შობითაც თქვენ დამატებით ჟანგბადს დაამატებთ აპარატიდან გამოსულ ჰაერს. ეს ყველაფერი მუშაობს შემდეგნაირად. აპარატის გამომავალ მილზე პირველ რიგში აერთებთ T ადაპტერს. არწმუნდით, რომ T ადაპტერი მჭიდროდ არის დაერთებული აპარატზე და შემდეგ ამ T ადაპტერზე ვაერთებთ პაციენტის მილს. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ დამატებით გავაჩინოთ არხი ჟანგბადისთვის, სადაც აპარატიდან გამოსულ ჰაერს გავამდიდრებთ სუფთა სამედიცინო ჟანგბადით. ეს სუფთა სამედიცინო ჟანგბადი შეიძლება ავიღოთ ჟანგბადის კონცენტრატორისგან, თუ მაგალითად პალატაში არ არის ჟანგბადის წყარო, ან COVID სასტუმროში არ არის ჟანგბადის წყარო, ან ავიღოთ ჟანგბადის წყაროდან, რომელიც განთავსებული არის კედელზე, უბრალოდ საჭიროა პირველ რიგში კედლის აუთლეტზე, ჟანგბადის აუთლეტზე ფლოუმეტრი შეერთება, რომელსაც იქნება თავისი ჭიქა და იმ ფლოუმეტრიდან ან შეიძლება წიქის გარეშეც იყოს, იმიტომ რომ აქ მაინც არის ამაორთქებელი, მაგრამ მაინც ასრული იყოს ჭიქით, იმიტომ რომ აქედან გამოსულ ჰაერს ემატება ჟანგბადი და ამიტომ ჯობია ჟანგბადის იყოს დაბილებული, იქიდან გამომდინარე, რომ ეგ ჟანგბადი არ გაივლის ჰუმიდიფაიერში. ამიტომაც სასურველია, რომ ჭიქიან ფლოუმეტრიდან გამომავალი ჟანგბადის წვრილი მილით დაერთეს ეს ჟანგბადი ამ T ადაპტერზე, რომელიც გაამდიდრებს BiPAP-დან წამოსულ პოზიტიური წნევით წამოსულ ჰაერს ჟანგბადით. ესეთი მილები შეგვიძლიათ თუ კლინიკად ადგილზე არ აქვს, მაგალითად შეიძლება გამოყენებული იყოს ეგრეთ წოდებული ცხვირის ანუ იგივე ნაზალური კანულა, ეჯერ ნაზალური კანულები, რომელიც შეიძლება გადაჭრათ და იხმაროთ ნაზალური კანულას მილი იმისთვის, რომ მოხდეს ამ T ადაპტერზე დაერთება. ეს მილი შეიძლება დაერთეს T ადაპტერზე
მჭიდროდ. დარწმუნდით იმაში, რომ დაერთება არის მჭიდრო და შემდეგ ეს მილი შეიძლება მიერთეს ან ჟანგბადის კონცენტრატორზე მეორე მხრიდან, აკაცთა გადაიჭრას ეს და მიერთეს პირდაპირ ჟანგბადის კონცენტრატორის ფლოუმეტრზე, ან ჭიქაზე, უბრალოდ ჟანგბადის კონცენტრატორის ჰუმიდიფაიერზე, საიდანაც წამოვა ჟანგბადის წყარო, ან უშუალოდ კედელში, აქ სამწუხაროდ არ გვაქვს აუთლეტი, მაგრამ შეიძლება კედელშიც მიმაგდეს კედლის აუთლეტზე დაყენებულ ჰუმიდიფაიერზე. ამ პაკში მოთავსებული არის პაკეტი კომპანია ბეიონის წარმოებისვე ნიღბების. ნიღბები შეიძლება იყოს როგორც ცხვირის, ასევე ანუ იგივე ნაზალური, ასევე სახის. ყველა ნიღბს მოყვება უშუალოდ ნიღაბი. თავისი ინსტრუქციებით. ნიღბის ინსტრუქციების ქართულ ენაზე, როგორც ნაზალური, ასევე სახის, მოწოდებული არის კლინიკებისთვის ქართულ ენაზე ელექტრონული სახით. თქვენ შეგიძლიათ აღნიშნული ინფორმაცია გამოითხოვოთ კლინიკის მენეჯერებისგან, ვისაც გადაეცათ ეს აპარატები, და ვისაც ჩავარდა ასევე ინსტრუქციები ქართულ ენაზე, როგორც ბიპაპზე, ასევე სიპაპ-ბიპაპის ნიღბებზე, ისევე როგორც high flow nasal cannula თერაპიის აპარატებზე, რაც არის high flow აპარატები. თქვენ შეგიძლიათ გამოითხოვოთ ყველანაირი ინფორმაცია ქართულ ენაზე, სადაც იხილავთ სრულად მოხმარების ინსტრუქციებს, როგორც ნიღბების, ასევე ბიპაპების, ასევე high flow-ების და ასევე ამავე პროდუქციის უსაფრთხოების ინსტრუქციებსაც. აღნიშნულ ნიღაბს მოჰყვება, როგორც გითხარით, ნიღაბი, თავისი სილიკონის ბალიშებით, როგორც შუბლის, ასევე სახის. მოჰყვება ნიღბებს საშუალება აქვთ, რომ დარეგულირდეს როგორც სიმაღლე შუბლის არის, მათი ამოერთება ჩაერთებით, რომელზეც დეტალურ ინფორმაციას იხილავთ უშუალოდ ამ ნიღბების წიგნში. აგრეთვე შესაძლებელი არის დარეგულირდეს დაშორებაც ცხვირიდან შუბლის არეზე, ამ სპეციალური ღილაკის საშუალებით. რა თქმა უნდა, ნიღბებს მოყვება თავისი ხავსამაგრიც. და ნიღბებს მოყვება თავისთავად სპეციალური დამატებითი ასეთი ორი ჩამკეტი, რაზეც მაგდება ესე იგი სახის ნიღაბი უშუალოდ, ხოლო შუბლის მხარე მაგდება ამასაც თავისი ჩამკეტები აქვს. ეხლა გადაგეთ როგორ მუშაობს. პირველ რიგში ამოვიღებთ ამ ჩამკეტებს, საბაგრებს, ეგრეთ წოდებულ საბაგრებს. ვამაგრებთ საბაგრებს შემდეგნაირად. ჩავსვით ერთი მხარე, ჩავსვით მეორე მხარე და მათზე ვამაგრებთ უკვე ამ აქსესუარებს. ეს იყო ძირითადად დარჩებულა გვექვა ნიღბებზე. დამატებითი დეტალური ინსტრუქცია თუ სად როგორ უნდა იყოს გამოყენებული ნიღბები მოცემულია წიგნებში, რომელიც ახლა შეგიძლიათ იხილოთ. ნიღაბი უერთდება გულს შემდეგნაირად. ძირითადად ეს იყო, რაც უნდა გვექვა ბიპაპის აპარატებს და სიპაპ-ბიპაპის ნიღბებს. ვადობთ.